აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გასული წლის მუშაობას აჯამებს არჩილ ხაბაძის განცხადებით სამთავრობო გუნდმა ბევრი წარმატებული პროექტი განახორციელა, რაზეც გაზრდილი შემოსავლები მეტყველებს. მისივე თქმით, ასევე გაზრდილია ავტონომიურ რესპუბლიკაში დასაქმების მაჩვენებელიც. მთავარ მიღწევად ხაბაძე ასევე სტადიონის მშენებლობისა და რესპუბლიკური საავადმყოფოს რეაბილიტაციის დაწყებას მიიჩნევს. მთავრობის თავმჯდომარე აქვე აცხადებს, რომ საინვესტიციო მიმართულებით ორი პროექტი უკვე მომზადებულია, რომელსაც ხელი 2015 წელს მოეწერება. ჯამში ორთავე პროექტი 100 მილიონიან ინვესტიციას მოიცავს. შემოსავლის ნაწილში გვაქვს ზრდა და ეს კიდევ უფრო მახარებს, იმიტომ რომ დასაქმების ზრდას მიუთითებს ეს და არა მხოლოდ ხელფასების ზრდას. ვიწყებს სტადიონის მშენებლობას და რეფერალური საავადმყოფოს მშენებლობას. ეს ორი დიდი ვფიქრობ აჭარის სინამდვილეში სერიოზული პროექტია. საინვესტიციო კუთხით ჩვენ ორი პროექტი უკვე მზად გვაქვს. უკვე მალე ხელი მოეწერება და თქვენც ჟურნალისტებიც ნახავთ, რომ ორი ახალი პროექტი, რომელიც ჯამში 100 მილიონის ინვესტიციას გულისხმობს,